პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს ჩემთვის დიდი პატივია ქართველი ოფიცრების სახელით მოგესალმოთ სწორ დროს, სწორ ადგილას და ისეთი საქმისთვის, როგორც არის ქვეყნის წინაშე ფიცის დადება და ასევე დადებული ფიცის შემდეგ შეჯამება ქვეყნისთვის გაწეული თავდადებისთვის. მხოლოდ სამხედრო გმირობა არ არსებობს, თქვენ ეხლა ხართ სამოქალაქო გმირობის ჩადენის ზღვარზე და ბევრს უკვე გმირობა ჩადენილი აქვს. სამწუხაროდ ჩვენ გვყავს და ჩვენ მოწინააღმდეგეები აიყვანა ტყვეები, ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი ტყვე, რომელიც გამოსაცდელია. რა მინდა გითხრათ? პირველ რიგში, აი აქ ამ მემორიალზე არის როლანდ წერეთელის გვარი და სახელი, რომელიც დაიღუპა 16 წლისა და 16 წელი შეუსრულდა იმ დღეს, როდესაც დაიღუპა, თავისივე დაბადების დღეს. და ბევრი გმირის სახელი და გვარია. ისინი ითხოვენ, რომ მათი დაწყებული საქმე იქნას დამთავრებული, ჩვენ დავასრულოთ პროტესტი და დავიწყოთ ქვეყნის დაბრუნება. შეიძლება გააპროტესტო კარგი ან ცუდი მთავრობის ცუდის აქციელი, მაგრამ ჩვენ ეხლა ამ რეჟიმში აღარ ვართ. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ საქართველოს, უნდა დავიწყოთ წყვალიდან, უნდა გავხდეთ მეტი, უნდა გავხდეთ ორგანიზებული. ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა იყოს დაგეგმილი და 26 მაისს რუსთაველზე ჩვენ უნდა ჩავიბაროთ აღლუმი და უნდა ვიზეიმოთ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების დღე. და ეს დღე უნდა გახდეს საქართველოს განთავისუფლების დასაწყისიც და დასასრულიც. თუ ჩვენ ვიქნებით ძალიან ენერგიულები, ძალიან მონდომებულები, მოусმენთ ერთმანეთს, ვიმოქმედებთ ერთად და დავინახავთ რამდენად დიდი ძალაა ერთობაში, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ძალიან მოკლე ხანში უნდა დავიხსნათ საქართველოს, რომელსაც ძალიან უჭირს. და ამისთვის ჩვენ უნდა დავდოთ ფიცი, რომ გამოვედით სახლებიდან და სახლებში არ დაბრუნდებით მანამ, საქართველოს სანამ არ იქნება თავისუფალი. სხვა გამოსავალი არ არის. აღარ არის დრო იმის, რომ გავაპროტესტოთ, რა თქვა კობახიძემ, რა თქვა ზახაროვამ, რა თქვა სიმონიანმა, რა უნდა პუტინს, რა უნდა ლავროვს. საქართველოს არის ქართველების და ქართველებმა ეს უნდა დავიბრუნოთ. რაც შეეხება ქართველ ოფიცრებს, რომლებიც რეზერვში არიან, ისინი თქვენს გვერდით არიან, გამოიყენეთ მათი გამოცდილება, ერთად თქვენი ენერგია, მათი გამოცდილება, თქვენი თავდადება და მათი შეუპოვრობა დიდ საქმეების საწინდარი გახდება. დიდება გმირებს წინ გამარჯვებისკენ. დავიბრუნოთ საქართველოს.